Kalbirone და ბატონებო მოგესალმებით. დღეს გესაუბრებით თემაზე, რომელიც ეხება ქვეყნის ხალხის თქვენი ოჯახების შვილის მომავალს. იმ რთულ და წინამდგომარეობიდან გამოსავალზე, რომელშიც ქვეყანა და ხალხია. ჩემი სურვილი იყო, რომ ამ ჩანაწერებში მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ თემებზე მესაუბრა, მაგრამ რადგან ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე, ამ თემაზე მომეწევ თქვენთან საუბარი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენება ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტიკოსები, არ არსებობს პოლიტიკური ფენა კლასი, არამედ არიან პოლიტიკაში მყოფი უნარო ადამიანები, რომელთა საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვთ ხალხის და ქვეყნის ინტერესებთან. Pilot რომ თქვათ, ისინი ხშირად საუბრობენ პოზიციაზე და ოპოზიციაზე, მთავარ ძალაზე, მეორე, მესამე ძალაზე და ასე შემდეგ. არ და ბუნებაში არსებობს ორი ძალა, ბოროტება და სიკეთე. უარყოფითი და დადებითი. პირველი ანგრევს პოპს ან ადგურებს, მეორე კი აშენებს ქმნის უკეთეს. ბოროტება ყოველთვის ევდის სიკეთეს და ეს ბრძოლა ადამიანების გონებაში ხდება. შესაბამისად, არჩევანი გასაკეთებელია ბოროტებასა და სიკეთეს შორის. 30 წელზე მეტია ბოროტება ევდის ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. შედეგიც სახეზეა. მე რამდენად ხალხის მოზღვეებული დადებითი ენერგია და მუხტი არასწორი მიმართულებით იფლანგება. უკეთესი სურვილის მოლოდინში ვიღებთ ყველაზე უარეს შედეგს. ვაის გავეყრებით და უის შევეყრებით, უის გავეყრებით და ვაის შევეყრებით. და 30 წელია მოჯადებული წრეზე დავდივართ. ხალხს არჩევანის გაკეთება უწევს სუცსა და უარეს შორის. არა და ორი ბოროტება. შესაბამისად, უკეთესობა არ იქნება, მხოლოდ უარესობა და უარესობა. ამის მიზეზი ერთის არის მოქალაქეების დიდი ნაწილის პასიურობა, არასწორ გადაწყვეტილებების მიღება, ან სხვის იმედად ყოფნა და საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდება და მეორეს მხრივ პოლიტიკაში მყოფი ადამიანების და ორგანიზაციების ერთი დღის წესრიგის ქონას, რაც გულისხმობს ქვეყნის და ხალხის გაღატაკების, ძარცვის, განადგურების, ხარჯზე გამდიდრებას და ფუფუნებასა და განსხვავებაში ცხოვრებას. ანუ ისინი ყველა ცხოვრობს სხვა სამყაროში, ხოლო ხალხი სხვა სამყაროში, სიღატაკეში, გაჭირვებაში და ტანჯვაში. Სუსტად ამას ქვია ბოროტება და უსამართლობა. ბოროტება, როცა ხალხის დაქირავებული ჩინოვნიკების ასაკის, სამუშაო სტაჟის მქონე ადამიანს აქვს იმდენად დაბალი პენსია და ხელფასი, რომ არსებობისთვის უწევს ბრძოლა, ხოლო ჩინოვნიკებს მაღალ ხელფასთან ერთად პრემიები, დანამატები, ძვირადღირებული მანქანები, უფასო საწვავი და სხვა პრივილეგიები. ეს ყველაფერი გაჭირვებული, გაღატაკებული და გაუბედურებული ხალხის ხარჯზე. ამ უსამართლობაზე პოლიტიკაში მყოფ არც ერთ ადამიანს უხერხულობის განცდა არ აქვს. პირიქით, ისინი თვლიან, რომ ესე უნდა იყოს. ანუ საქმე გვაქვს თათა თუთაშხიაში, რომ ბუნია მეტის ქვილია მსგავსი აზროვნების ადამიანებთან, რომლის არსი მარტივია, სიხარბე, გამდიდრება და ბედნიერება სხვისი გაღატაკების, გაუბედურების ხარჯზე. ამას ქვია ბოროტება, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესთან და სიყვარულთან არათავსებადია. არსებული რეალობის შეცვლა უკეთესობისკენ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. საჭიროა სურვილი, მოდომება, აქტიურობა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ახალი გაერთიანების შექმნის მიზნით გარკვეული ხედვების და მოსაზრებების ირგვლივ, გამომდინარე ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან. ახალ არჩევნებთან ერთად საჭიროა გაუქმდეს ბარიერი, რომ პოლიტიკაში მოისპოს მონოპოლიები. ბარიერი არის დაკანონებული გაყალბება და უსამართლობა. ასევე დეპუტატთა რაოდენობა 150-დან უნდა შემცირდეს 100-მდე. გაზრდილი ხელფასები, პრემიები, დანამატები და ყოველივე პრივილეგია უნდა გაუქმდეს. ასევე უნდა გადავიდეთ საფრთხე მმართველობაზე და ხალხის და ქვეყნისთვის სასიამოვნო მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაწყვეტეს რეფერენდუმის გზით. აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან ვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ. ამ და სხვა თემებზე მომავალში უფრო ცლად გვექნება საუბარი. ხოლო ვისაც სურვილი გაუჩნდება ამ გაერთიანების მოძრაობის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა მითითებულ ნომერზე და ამ გვერდზე გამოგზავნეთ შეტყობინება. ვიმძანდებით, საცხოვრობთ და ტელეფონის ნომერი. იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული თქვენთაგანი კარგად გაიაზრებთ, რომ ის რაზეც ამ ჩანაწერებში ვსაუბრობ, გეხებათ თქვენი ოჯახშვილების მომავალს. კარგი იქნება თუ YouTube-ზე და Facebook-ზე გამოიწერთ ეკონომიკურ კეთილდღეობას,
მოიწონებთ ჩანაწერებს და რაც თავარია, გააზიარებთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გაერთიანდეს იმ მოსაზრებებისა და ხედვების ირგვლივ, რომელიც ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანია და სიკეთის მომტანია. ამ იმედით, გემშვიდობებით, კარგად მზადდებოდეთ.